მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ახალგაზრდებს. ეს არის ახალგაზრდული ინიციატივა, რომელსაც დუშეთში პირველად ჩაეყარა საფუძველი და მომავალში ალბათ უფრო მასშტაბურ სახეს მივცემთ. ეს არის დუშელი ახალგაზრდობის ინიციატივა, რომ დუშეთში ჩატარდეს ახალგაზრდული დღეები. ჩვენ დუშეთის მომავალ თაობასთან ერთად ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ დღეს ყოფილიყო ესეთი ფოტო გამოფენა, რომელიც ჩვენს ქალაქს ეხება. ჩვენ ქალაქს მართლაც ძალიან დიდარი წარსული აქვს. დუშეთს მიენიჭა ისტორიული ქალაქის სტატუსი. გახდა მსოფლიო ისტორიული ქალაქების ასოციაციის წევრი. იცით, რომ დაწყებულია პროექტი მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ვიწყებთ დუშეთში ძველი უნების რეაბილიტაციას და ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი ქალაქი გვექნება თბილისის სიახლოვეს. მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა გისურვოთ აი ამ სამდღიან ახალგაზრდულ დღეებში კარგი დროის გატარება, ერთმანეთის გაცნობა. დუშეთს ყოველთვის ყავდა განსაკუთრებული გამორჩეული ინტელიგენცია, ახალგაზრდობა და მე ამას ვხედავ, რომ აი თქვენი ინიციატივით კიდე ნელ-ნელა ეს საქმე იწყება და მამისათვის მინდა დიდი მადლობა გითხრათ. დიდი მადლობა ჩემო დუშელებო, დიდი მადლობა ბატონ გიზო, დიდი მადლობა ორგანიზატორებს პირველ რიგში ამ კარგი ინიციატივისთვის. საერთოდ ახალგაზრდობა მაშინ არის ახალგაზრდობა თუ მან იცის ისტორია. როგორც კი ახალგაზრდობა ისტორიას ივიწყებს, არის თაობა. დღეს არის ახალგაზრდული ღონისძიება და არა თაობის ღონისძიება. მე ბევრი რამე გავიგე, რაც არ ვიცოდი. მარტო ის განძი, რასაც დუშეთი ფლობს, საკმარის მეტია, არათუ ერთი პატარა მუნიციპალიტეტის, არამედ ერთი ქვეყნისთვისაც კი. მეც მინდა შემოვუერთდე ამ მოლოცვას, უსურვო ყველას, რომ კარგად ვისწავლოთ ჩვენი ისტორია და ამით შეგავხდეთ და შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას გისურვებთ. Press my love to be a lover and a friend. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით მართება ახალგაზრდული დღეები, სადაც მონაწილეობას იღებენ დუშელი ახალგაზრდები. პროგრამის მიზანია დუშელი ახალგაზრდების უკეთ გაცნობა და მეგობრება. იმედი მაქვს, მომავალში მიიღებს უფრო მასშტაბურ სახეს და ჩაერთვებიან სხვადასხვა სოფლებიდანაც ახალგაზრდები. დღეს გავდივართ ფშავის ხეობაში, სადაც მოხდება დაშვება არაგვზე, ეგრეთ წოდებული ჯომარდობა. შემდეგ დაბინავდებიან სასტუმრო ჩინჩი, სადაც იქნება კულტურული, სპორტული, შემეცნებითი ღონისძიებები. პროგრამაში მონაწილეობას იღებს 50 ახალგაზრდა. უსურვებთ წარმატებას, ვილოცავ ახალგაზრდული დღეების გახსნას და გაგრძელებას და იმედი მაქვს, კარგ დროს გაატარებენ და დასამახსოვრებელი დღეები იქნება ყველასთვის. გუშინ გაიხსნა ახალგაზრდული დღეები, დღეს მივდივართ მაღაროს კარში. იმედია კარგად გავერთობთ და ძალიან სასიამოვნო დროს გავატარებთ. დღეს ახალგაზრდული დღეები იწყება დუშეთის მუნიციპალიტეტში და ყოველივე ესეთი აქტივობა ჩვენი ახალგაზრდობისთვის არის მომავალი საწინდარი და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რაც შეიძლება ბევრი ასეთი ღონისძიება ჩავატაროთ დუშეთში და არა მარტო დუშელებისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლებიდან მოვიწვიოთ ბავშვები. მიხარია დღევანდელი დღე და წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა. დაიწყო დუშეთში გამოფენით და შემდეგ გაგრძელდა ფშავში ჯომარდობით და შემდეგ ამ სასტუმროში. ძალიან საინტერესო დღეებია.
შემეცნებითი სახის არის გასართობი და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დუშეთის ახალგაზრდობისთვის სისტემატიური სახე მიეცეს ასეთი სახის ღონისძიებებს და მე პირადად მომხრე ვიქნები და ვიქნები ინიციატორი აი ასეთი ღონისძიებების ჩატარებისა და განხორციელების. ძალიან კმაყოფილებული ვართ ბავშვები, აქ იყო ძალიან ბევრი გასართობი ღონისძიებები, ძალიან მოგვეწონა და თუ მომავალში გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება. მიჭირს გიყურებდეს ხივად განათებულს ლოდინად გადაქცეულ შესულ და იმ მსგავსე წამებს გაჩერებულს წამიწუთები დროში იწვია ოპელ პოეზიას ოპიმოსდებია ვაი ვაშას თქვას ხავს იმავდებია ოცნებამ გვასანდა სიკვდილად მობძანდა ლექსებს შენობის ბოლო არ უჩანდა რა ვქნათ პოეზიაც ასეთია